ეკა? მოდი რა ერთი წუთი. არა, გადაიჭი. გოგო. დღეს გიგას მოყავს ცოლი, ხო იცი? ხო, ვიცი, თამუნა და რა ვქნა? ხო და უნდა უთხრა შენ. ხადაო, მე ვერ ვიტყვი. მე ვერ ვიტყვი, გოგო, ხადაო? მოიცადე გოგო. რა? რა იყო? რა? ის რა? გაიგონა? რა იყო? თათი. აი დაწყარდი ხა კაცო. გიგას გამოიხანერს მო. რა? ჰა? შეო. ყველაფერი გზია. ხო, დაწყნარდი, არი ნერვიულა, დებილი ბიჭია, ერთი შტერი. რატო მოიყვანა ძალი? აუ, აი, თათი. მოგივიდა ეხა რა. გითხარი არ უთხრა თქო ხო? ხო, რა უნდა მექნა, ვერ გავიგე. ვეხა შენ დააწყნარე რა. აუ, კაი. რატო? მე რა თუ გამიკეთა? აუ, ნუ ხარ ისტერიჩკა რა, დაჯექი ხა და დაწყნარდი. არ გატყვებ დღეს მოყავს თანიცოდე. არა, მაგარი ბოღმიანები რო ხარ, თქვენ გამოსალოდნელია ეგ ამბავი. რატოა? თავ მასა მოიყვანა. აი დღეს მოყავს. აუ, ჩემი ბრალია ხო? რა არის შენი? აი, ჩემი ბრალია, უეჭველი ჩემი ბრალია. რატო იცი, იმიტომ რომ გიგა რომ მირტყავდა ხო, რამოდენიმეჯერ დაუბლოკე ხელი და მაგაზე გამწარდა და იმიტომაც მოიყვანა სხვა ცოლი. კაი რა, ნუ ჩერჩეტობ რაღაცეებს რა, დაწყნარდი არი ნერვიულა. მაგრამ გაკლია რა შენ რა. პროსტა ვიში გამცვალა. აი ვიში გამცვალა, თქვენ გოგო იცით ვინ არის ვაფშე? როგორი გოგოა? აი როგორ იცი რა საშინელი გოგოა? როგორი? აი როგორია იცი აი ნაცემი რომ მებჯობი ვარ კიდე. სოდო ხარ პროსტა რა. გოგო. ფაინა, შევიწუხდა გული გაჩნდი. გოგო, ორსულად ხო არა ხარ და მაგიტო ხო არ განიცდი ესე ჩემს. შეხوار უბერა გოგო რა ორსულად. ხანდაო, გიგასთან მუშტი თუ მოგხვდება თორე სხვა. ასასაცილოა ხო? აი ხა იცი რა ხდები? რომ მაგარი ბოღმიანები ხარ თქვენ და იმიტომაც ხართ ესეთი გასათხოვრები შენ მით უმეტეს. აუ. წერვა შენ, მაგრამ ვის უნდა გაყოლოდი? ერთადერთი და განუმეორებელი გიგუშა იყო და ისიც მე შემხვდა. ხო და ერთადერთი და განუმეორებელი მუშტი ხდებოდა ყოველ დღეს შენ. ასასაცილოა რა. მაგავერთობი. ნაგვებო მეზისხები. თათი, აი გიგას გამო ეგრე, ნუ მესწეროები ძალიან გთხოვ რა. კაი ხა რა არ გინდა ეს ისტერიკები და რაღაცეები. კაი დაწყნარდი და დაჯექი და დაწყნარდი. ეცე მაგონდაც მე არ გამეგო საერთოდ. კაი რა. აუ, გავაღებ. ეს იმან მაჩუკა ხომ გავს კაი გადააგდე რა. გამარჯობა. გამარჯობა გერაცვალე. რა ხდება შვილო რა ამბავია? სტალი ჩამოგეშვა თუ წრევლია კიდე რომ მომისმო რემონტი ქვევი. არა სტანგელი ვიზია მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. რა მოხდა შვილო არ მინდა გერაცვალე მითხარი რა მოხდა? ამათ არ ვენდობის სტანგერი ვიზი. თათია. რას ლაპარაკობ შვილო გინდა ჩემთვის გითხოვს გინდა ცხონებული ბაბუა ჩემისთვის 84-ში რო გარდაიცვალა იმან კიდე შეიძლება თქვას იმ ქვეყნად და მე სტანგერი ვიზია მიმაგდო და ის ბოსი მოყავს სოლა. დედა რა მითხარი დედა მაგას ჩასკდა ელენთა არ გაიხაროს. დედა რა მითხარი არ ინერვიულო შვილო შენ მეგობრებთან აგერ როგორ მიყვარხარ შვილო რომ მოგიხარ ასე ერთად რო იკრიბები თქვენ მეგობროსი რომ გენაცვალეთ ნუ გეშინია შვილო არ ინერვიულო დაგიბრუნდება დამიბრუნდება კაცო. ტელევიზორს უყურებდი დღეს და ნატოს დირექტორი იყო გამოსული იაფობს ხეფერი. ხო და ასე თქო რომ ნატოში რომ მიგრა დაკარგულ ტერიტორიების როგორც კი დაიბრუნებ დაგიბრუნდება გიგაც. სტანგერი ვიზია. რას ლაპარაკობ შვილო დავკეტავ პირს ბოქლომი გასაღები გინდა შენ ქუდის გინდა გადავამდებ საერთოდ.
კაი მჯერა გენდობის მისა მოგერ გენაცვალე ჭორიკანა მეზობლები არიან ძალიან და რო არ თქვათ მაინც ვაი ამ გესვალაპარაკებ მისაში მიმაგდოს თან რაში მეცოდა ნუგეშინია გაგაცილებ კარგად იყავით გენაცვალე კარგად იყავით სიური არის დაგერი სიური დედა რა გავიგე გოგო შეკრები ლაგერ ბოზმანდა ეს ჩვენი როა ჩვენი ვითომბადიოსანი ის რო ყავდა ის გიგაო თუ რა ქვიოდა ისიც კაი მომოყვათი იყო და მიუგდია მიუტოვებია როგორც შეგაგიკეთა პირველად გვარმა ზუსტად ისეთი ისტორია დედა რა მიყვარს სხვის უბედურებაზე მხიარულობა და ამოდი ხამას გავაკეთებ ამო მომდივარ მეჩენია მომა დედა რამდენი სალაპარაკო მაქვს რაღაცა მოვიფიქრე გავაღებ ძანძუდი მაგარი უბედური ვარ როგორ ხარ აბა მოიცა დაი დავგეთო აი ხო ესე დავგენატრე ხო 11 იყო ხო ვა რა ვახარ თო მოხვედი სულ ხო შენ კიდე ქვემოთ ახარ ჩემი დედა ნუ მაკომპლექსებს ხო რა რამდენჯერ უნდა გითხრა რა შენ რა ვიცი ვერ შეგეხები არ დაიშალო ჩემი დედა მაგარი უბედური ვარ სულ აა ბედნიერი როდის იყავე მაგრამ აგერ ის მოგიტანე რა ბულკი და მაწონი მოგიტანე რა ორამეა რაც მინდა მიტო კულიჩი და მაწონი რაც მინდა შენ რა ვიცი შენ ისეთი ცხოვრება გაქვს რომ ერთის ზაპასკაისა მაწონი და ბულკი ყოველთვის უნდა გქონდეს ზურგზე მოგდებული ხო ახლა ჩემი დედა პეტრა მომისმინე ხა ჩვენ ხო ვართ მაკაცები ხო და რაღაც უნდა მიშველო არიცი რა მოხდა აი გიგა სასტრაფოდ უნდა დავიბრუნო თორე თუ შვილი თუ ეყოლავს სიო იმენა დარხეული მაქვს გახდება ჩემი დედას მეცავარ მეთქარი რა ხო უნდა დავიბრუნო გიგას მოყავს სოლი და მიმაგდო რაო მიმაგდო გიგა სოლი მოყავს ხო რა მითხარი ჩემი დედას მეცავარ ხო და სანამ შვილები ეყოლება უნდა დავიბრუნო თორე მე გვიანი იქნება აუ რა მითხარი ჩემი დედას მეცავართო ვა რა შვილები უნდა და რა უნდა დაიბრუნო ხო არ გადაერია ჩემი დედას მეცავარ შეგიძლია რომ დაიბრუნო ეხლა გიგა სანამ შვილები ეყოლება და შენ რა გქონდა ცემით რომ ბავშვები ჩდებოდეს ერთი ფაეტონი ბავშვები გეყოლებოდა აქამდე ერთ-ერთ მაგარია პროსტა მაგარი გამიწდა როგორ ეკატა ტიპმატო ვინ მოყავს ვინ არის აი ერთხელ რომ ნახეთ გახსოვს რაღაც ბარში ერთად რო იყო ეგოგო აუ ჩემი დედას მეცა ვიცი ეგოგო იცი ვინ როგორი ვიცი აქი არა ქონდა აქი არა იარა 9-თან გადაიარა და ჭირეკა კატო აქ რა მაგარი პროსტა რა მეკვირს იცი ალბათ ეგოგო ანტიუდარნია თორე აბა რანაირად მიყვება საომაგის მოწმენას რა ბიჭი მინა უტყავს და ეგ თვითონ ცარაფერი რა აბა შენ ამბობ მაგას ხო ჩემი დედას მეცავა აუში რა მინდა აი ნეტა ცალი თვალით მაინც შემახედა ეხლა რა საკეთებენ რა ცალი თვალით არ იხედები ისე და შესაძოდაო რა ცალი თვალით იხედები ცალი თვალით იხედები აღარ ძლივს გიჩას ისა რა ქვია ნიგოზი თვალის რა ნიგოზი ბიჭო თუ კაკალი თვალის რაც არის ხო თუ ბიცის კი რა ვიცი რა მეცავა საქმელი არაფერი გაქვთ ვა აკარადო ჯაგისვია თო რავი რა მოვიფიქროთ ჩემი დედას მოკლედ რა რამე უნდა მოვიფიქროთ რომ ქორწილი არ შედგეს დღეს აწერენ ხელს დღეს აწერენ ხელს ხო რაღაცა უნდა მოვიფიქრე აუ მაგარი მოვიფიქრე სულ ხო შენ უნდა დაგვეხმარო რა მიდი აბა უეჭველი ხო ჩვენი მეგობარი ხარ თუ გინდა შენი შვილი ვიქნები მიდი კაცო მოკლედ შენ უნდა შეხვიდე ჯვისწერაზე და ქორწილი უნდა ჩაშალო უნდა თქვა ძალიან ხმამაღლა რომ ის გოგო არის შენი ნათრევი მე უნდა ვთქვა რომ ის გოგო ჩემი ნათრევია ჯიგრულად რა ვა დაიცა მე რას ვიქრობ იცი რო შევარდე და შენზე რო თქვა რომ მაგარი ნათრევი მყავს თქო მოიცა მე რა შუაში ვარ არა მე შენ უფრო მევასები გამიგე და მაგონში და შენ უფრო ადვილად გათრევ თან აი მოიცა რამე არა სხვაგან წავედი ეხლა ეგ მერე კაი ვა რა შეიძლება და თავს მოვიკლავ თავს მოიკლავ რა თეთრი გედი ხარ ჩემი დედას მეცავა
ხალხო მოიკლა თუ მე რა ბახარ ტეპაშვილი ისა ფლაქსები ჩაიცი ბარებ ბუცე ბოიტი რა მაგარევასები სულ ვისაც აღრევს ვასები სადაწეს მაგარი მე მაქვს გეგმა შემუშავებული ო მედი აბა როგორ უნდა წამოვიყვანო გიგა ესე იგი რა ხდება გოგოებო აი ესე ერთ ხაზზე განლაგდებით თაკო შენ ეკო შენ ესე იგი მე აი აქ დაგხვდებით სულ შენ მოული აქ და შეიპარები ისე აქ შიგით რომ ვერავინ ვერ გაიგოს გაიგე აქ დაგელოდება მანქანა აი ესეთი მანქანა ო მაგარი მანქანა დაგხვდება ძალიან იმენა ჩემი დედას ახალი მოდელი ალბათ ახალი ხო აქ დაგხვდება მანქანა ესე იგი მე აქ ხვდები გოგოებო თქვენ უკან შესდებით მე საჭიროები იმიტომ რომ ის რა ქვია კარგად ვატარებ ხო და წამოვათ აქ უკვე გიგა წამოვიყვათ აქ გამოვიყარავთ და ესე წამოვიყვათ და აქ უკვე ჩვენი სახლი არის და აქ შემოვიტყუებთ всё ჩემი დედას პიცა ვარ გიგას იბრუნებ თუ დაკარგულ ტერიტორიებს ჩემი არ გამიკეთა სტრატეგია აქ აიმე არ ეგ არ გამოგვადგება რა ეს ბინა თან აღირავები გა ხო შე საულ მაგარი მანქანა დახატე არ ვარგა ამ თვეში დაამატე $100 კიდე აი მაშინ მე რას ვფიქრობ იცი ჩემი დედას პიცა ვარ ეხლა პროსტა შენ რომ მაგდროს ხატავდი ხო იმენა მაგდროს რა ღამეები გავატენე მე და უცებ მომივიდა რა აზრად კაროჩე ჰა მიდი კაროჩე რა ვიფიქრე რა ჩემი აზრით ცხენი უნდა გამოვთალოთ რა რა ცხენი რა შუაში გამოვთვალოთ მოიცა გეტყვით რა დიდი ცხენი უნდა გამოვათლევინოთ ხო და შიგნით უნდა ჩავსხდეთ რა აცადი მეთოდია ვიცი რა ეხლა ისტორია თუ ვიცი და ბაზარი ძმაკაცი გამოგვithლის თან ცხე თელი ცხოვრება რაღაცას თლის ეხლა სუთლეის და ცხეს ვეღარ გამოთლისო ხო სერიოზულად ცხეს გამოთლის შიგნით ჩავსხდებით და პირველ ღამეს იმ ცხენიდან ამოხდებით და იმენა უყუწავთ რა შე ვაფშე აზროვნებ ნორმალურად ბოდიალო მართლა რა სულ გამოგაშე რა ამ ბიზნესზე დგომამ რა ცხენი და გამოთვლა და შევიპარებ რა მე ისეთი რეალური მოიფიქრე რა ცხენს მithი ანუ ეს ვერსია არ მოგწონს არა ნუშტეროფ რა ვა კიდე რა კინო მაქვს ნანახიდო უდიპლომო სასიძუაზე ხართ დაახლოებით კი მე რა შუა მანდარინების ადვიშავ ეს ბოდიალო ზეზე ფიქრობ ვაფშე მოიცა დავრეკავ ერთი წუთი დავრეკავ რა რა გავა ვაფშე მაგალითია მომივიდა აზრად რა ეხლა უცებ გამე გავათენე იმენა ისეთი იდეა ო ანი რავა ხარ? ო ანი, ო სულ ხარ. რა მაინდა დღეს მუშაობ შენ მაღაზიაში, ხო? ხო, შენთან მოვალთ რა კაროჩე რაღაც სერიოზული ამბავი უნდა გამიკეთო რა. ხო. კაი, მოვდივართ მაშინ ეხლავე. დავაი. წავედით იმენა. და ბეჯვისერაზე უნდა დავადგეთ, წავედით. რა და ჩავშალოთ რა ჯვისერა და. ხადა? მართლა? მოიფიქრე რამე? კი. იმენა ვადგები? იმენა ვადგები, წავედით. всё, დაიწყე. მოიფიქრე და ყვას დავიწყებ, რა მოიფიქრე, მიდი. დავაი, სერიოზული. შენ მაღაზიაში შევიარო თუნდა. გიგარი ბებია შენია, მიდი რა. ბიჭო, სადა არის დომა დღეს? არ ვიცი ბიჭო. რაფერ არის დომა სადა? არ ვიცი რა გითხრა. შენ ჩემი ძმა გოგოს ხრიდან ხარ ხო ალბათ? არა. არა, просто პატარძას მიგამსგავსე და მეთქი ერთი ვარ, ძმა, ჩვენ და რა ვქოთ და ჯდომა სიტყვია და დავჯდები. აი ხარ. ჯდომა რაფერ არის? არ ვიცი. ბიჭო, ისე პატარძალი რა კაი გოგოა რა. ბიჭო, ქუთაისელი არა, და მაგი მიწება ხო გოგო, აი ხო, მაგას ვამბობ, კაი გოგო. აი ბავშვი არის. ლამაზი სახი აქვს ბიჭო. მაგარი, ძმა, ნაფთები მაგარი, ძალიან მაგარი სახია. კაი სახის გოგოა რო იყვენა ეგეთი. სახია თავარი გოგო შეიგე და ლამაზი სახია ხო? აი ასტერებს, ის შარმი და გამარჯობა ჩემო ლამაზებო ჩემო მშვენიერებო ამ ულამაზეს დღეს შეიქმნება კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი. როგორც იცით ეს მოვლენა ძალიან საპასუხისმგებლოა და როდესაც ოჯახი შექმნით გეყოლებათ უამრავი შვილი გამრავლებთ ერს. თუმცა აუცილებელია დავსვა შეკითხვა რომლის გარეშეც ვერ შედგება თქვენი ქორწილი. გიგა თანახმა ხარ თუ არა მოიყვანო ცოლად კატო? თანახმა. და კატო თანახმა ხარ თუ არა გაყვეთ ცოლად გიგას? კატო თანახმა ხარ თუ არა გაყვეთ ცოლად გიგას? ძალიან კარგი. შეგიძლიათ გაცვალოთ ბიჭები.
ოიცა, რა ხდება? ვერ გავიგებ, ვინ ახარ, რა გინდა? ეხლა ვეღარ ცნობილა ვარ. მაშინ კარგად მერდებოდი რაღაცებს, აბიჯმა გამაობადი უნდა და მე არ მიმაგდო. აბიჯიდან არსულად ვარ, ჩემი დედას მეწავა. შეგატყუებე, გოგონა. ვინ ახარ, რა გინდა? ვერ გავიგებ, კაცო. ვერ ცნობილა ვარ, ანი ვარ. ოიცა, ანუ შენ ჩემგან ფეხმძიმედა ხარ? კი, ჩემი დედას მეწავა რა, ეს გოგო ცექი ხო მაშინ. ერთი წუთი. ბოლოს როგორ? რა როგორ? ბოლოს როგორ თქვი? ორსულად ვარ შენგან, ჩემი დედას მეწავა. აჰა. ოიცა, ერთი წუთი. რასი სულელია, სულ ხარნაირა. კიდე შენ ახარ, ხო ვერ მოგიშვა. ხო მაგარი ნაცემი ვარ, მაგრამ რაღაც მომენტში ამ კაბაში თავი ბედნიერად ვიგრძენი რა.